Სახელმწიფოებისა დღევანდელ კონსილიუმში ჩვენ ვისაუბრებთ ყინწვისის საქმეზე, ანუ ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, რომელიც ესე იგი გამოაშკარავდა თითქოს და ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ 2011 წლის მაისში, 26 მაისს, 30 მაისს გავიგეთ ამის შესახებ. ჩვენ სტუმრები იქნებიან და არიან ბრძანდებიან ადვოკატი ბატონი ბესარიონ ქარცივაძე და ბატონი ვახტანგ თალაკვაძე, ამავე დროს უფლებადამცველი ნანა კაგაბაძე მუდმივად იქნება ეთერში ჩართული. მოგესალმებით და ჩვენ სანამ ამ თემაზე დავიწყებთ საუბარს, მე მინდა რომ მოკლედ შევეხო ერთ ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და დღეს გახდა ცნობილი ბატონებო და თქვენს იურისტების ბრძანებით რომ ქალაქის მერის გადაწყვეტილებით იქნება რაღაც დაცვის სამსახური, რომელმაც უნდა დაიცვას მერია, რაღაც პარკები, რაღაც, როგორც ამბობენ, ეს თითქოს არ არის, ესე ვთქვათ, შეერაღებული ფორმირება, თუმცა იქ ეჭვია, რომ იქ გაწევრიანდებიან ის ადამიანები, პირდაპირ ვთქვათ, გარდა იმისა, რომ ვისაც აქვთ იარაღის დარების უფლება, ამავე დროს აქ იქნებიან ეგრეთ წოდებული ზონდერები, რომელიც აქამდე ფარულად მუშაობენ. შეიძლება თავისთავად ამ საქმეს, რომელიც მე არ ამგონია, რომ ხანგრძლივად გაგრძელდეს, ეს საქმე თავისთავად შეიძლება ცუდი არ იყოს, იმიტომ რომ თვითონ გავიგებთ იმ ადამიანების ვინაობას და ლეგალურად იქნებიან, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იქნება, როცა ვნახავთ ამ გაწევრიანებული ადამიანები შემდეგ წარსულში სად მუშაობდნენ, როგორ იყვნენ, სად იყვნენ, თუნდაც 2 კვირის წინ, 3 კვირის წინ. თუმცა თავისთავად ესეთი ინიციატივები შეიძლება ეს უკვე თქვა პარლამენტში შემზელვა, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. როდესაც დღეს მთელი საზოგადოება ფეხად დგას ერთის მხრივ რაღაცნაირად ზეიმობს თავისუფლების დამყარებას და საზოგადოების დიდი ნაწილი ამავე დროს ელოდება სამართლიანობის აღდგენას და ეს არის ის მთავარი თემა, რაზეც დღეს ყველა საუბრობს. ჩემბატონო ამ დროს ხდება ესეთი რაღაცები ცნობილი, კიდევ უფრო მეტი გახდება, მაგრამ ერთ-ერთი მე ვფიქრობ, რომელიც ყველანაირ ზღვარცდება, როგორ დადიოდნენ მერიის თანამშრომლები კლუბ თუ რაღაც სტრიპტიზ ბარ თუ რაღაც მოკლედ ესე დაწესებულებაში, დივაში და დადიოდნენ ეს ერთია და დადიოდნენ ბიუჯეტის ხარჯზე და ბიუჯეტიდან ირიცხებოდა იქ ფული. მართალი გითხრათ, ეს მართლაც არის უპრეცედენტო შემთხვევა სოფლიოში, როგორც უნდა, იმიტომ რომ დაციდება ელემენტარულ მორალურ ყველანაირ საზღვარსაც ანგარიშ ფაქტურებს აწერინებდნენ, ესე ვთქვათ, უკაცრავად პასუხია და ქალებში დადიოდნენ ანგარიშ ფაქტურებით, ესე იგი მართლაც ევროპაში და სოფლიოში პირველი რამ საქციელია და ესეც მათი ზნეობის საგანი იყოს, მაგრამ ვინაიდან მერიას ესე იგი მიაჩნია, რომ ის თავის უფლებამოსილებას ინარჩუნებს და ბატონ მერსაც და დაცვის სამსახურიც კი შექმნა ენერგიულ ნაბიჯებს ხოს, მისი უპირველესი მოვალეობა არის, სრულიად უპირველესი მოვალეობა, რომ თავად სანამ ეს ძიება ჩატარდება, რომელიც ჩატარდება, სასწრაფოდ გამოიკულიოს ვინ არიან ეს ადამიანები და სასწრაფოდ აცნობოს კაცობრიობას, მის კაცობრიობას ამ შემთხვევაში თავის თბილისის მოსახლეობას, თორემ ეს რასაკვირველია, ამ თვითონ ამ ცნობის მოყვარეობას, მოსახლეობის და ჯანსაღ ცნობის მოყვარეობას აქვს რამოდენიმე დღე, თორემ მოსახლეობა მივა და პასუხს მოთხოვს, იმიტომ ეს არის აბსოლუტურად ზღვარს გადასული აბუჩა თაგდება. ის უნდა გამოვიდეს და მოახსენოს საზოგადოებას და მერე და თუ მას მიაჩნია, რომ უნდა დავიცვათ, რასაკვირველია დავიცვათ, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ მან უნდა ისე ვთქვათ, ძალიან მკაფიო პასუხები უნდა გასცეს ქვეყანას. ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენ საქმეს. და მე ვთხოვ პროდიუსერს გამზადოს ერთი ვიდეო 2011 წლის 30 მაისი იყო და ჩვენ ყოველ შემთხვევაში საზოგადოება ვინც მაესტროს უყურებდა მოვისმინეთ ესეთი სიუჟეტი, რომელსაც ახლა ვნახავთ. ყინწვისის სპეცოპერაციის გაგრძელება უკვე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ყინწვისში დაკავებულ შეიარაღებულ დაჯგუფებას რუსეთიდან საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და მხედრიონის ერთ-ერთი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი ხელმძღვანელობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით ჯგუფის მიზანი საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობა გახლდათ. დეტალებით ანა ლაპეაშვილი. ყინწვისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი განცხადება მხოლოდ სპეცოპერაციიდან 4 დღის შემდეგ გააკეთა. ბანომირაბიშვილის უწყება ამტკიცებს, რომ ყინწვისის მონასტერში დაკავებული 24 ადამიანი ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობის წევრი იყო და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა. გამოძიების ინფორმაციით მოძრაობას საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და მხედრიონის ერთ-ერთი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი მოსკოვიდან ხელმძღვანელობდა. მაშასე ჩვენ 2000 ჩვენ გავსვათ ეს მაისის ადრეები იყო, მაშინ თბილისში აქციები იმართებოდა და ასეთი ბედნიერება გვეწვია გადავრჩენილად სახელმწიფო გადატრიალებას 24 ადამიანი თურმე სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა და ამ მიზნით იყო ესე იგი ყინწვისში დაბანაკებული. მადლობა ღმერთს ყველაფერი ესე ვთქვათ, ესე გადავრჩით. ბატონო, რა ხდება სინამდვილეში? სინამდვილეში
სინამდვილეში ხდება შემდეგი რეალობაც, ფაქტობრივი გარემოებაც, რომელიც სასამართლოზე თავად ბრალდება, შემდგომში უარყო. ეს ყინწვიში დაკავების გარემოება, რომელსაც ჟურნალისტი მედიის საშუალებით აცნობდა საზოგადოებას, ასეთივე დიდი მოწადინებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მათ შორის ბატონი უტიაშვილი, სხვადასხვა პრესკონფერენციებზე აკეთებდა განცხადებებს. მსგავსი განცხადებები გამოიკიდა პოლის ჯიზე, ეს არის ოფიციალური ვებგვერდი, სადაც ხაზგასმით იყო დაფიქსირებული, რომ ყინწვიში ჩატარდა სპეცოპერაცია. სპეცოპერაციის ჩატარებას დაჭირდა დიდძალი ძალა სპეცნაზის მიერ, დაკავებული იყო შეარაღებული პირთა ჯგუფი, რომლებმაც განაზრახში რატომღაც ასე იყო წარმოდგენილი დესტაბილიზაციის შეტანა და შესაბამისად კონსტიტუციური წყობის დამხობა შეთქმულების საზომით. აი ეს ფაბულა, რომელიც საზოგადოებას ასე ვრცლად ეცნობა, შემდგომში სრული ტრანსფორმირებით იქნა წარმოდგენილი. ბრალდება მსგავსი დაკავების ფაქტი ყინწვიში უარყო. მსგავსი მტკიცებულება საქმეში, რომელიც დაადასტურებდა ირიბად თუ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით და იმ ტერმინით, რომელიც დღეს დამკვიდრებული ტერმინია, გონიერულ ეჭ მიღმა სტანდარტით, რომ მსგავსი მტკიცებულება არსებობდა ყინწვიში შეარაღებული ჯგუფის არსებობისა საქმეში არ არსებობს. უფრო მეტიც მე მინდა თქვენ ჩაკითხებით ესე იგი რა ითქვა შემდეგ რომ ყინწვიში არ დავიკავ უარყვეს ყინწვიში დაკავება. ყინწვიში დაკავება საერთოდ უარყოფილია. არანაირი მტკიცებულება ჯგუფის შეარაღებისა ბრალდებას არ წარმოუდგენია. ის რომ განაზრახი არსებობდა და შესაბამისი ქმედება სხვაგვარად წარმართული იყო, ამის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მე უფრო მეც გეტყვით. უკაცრავად პასუხია მაინც მაყურებელს რომ გაიგოს და სად დავაკავეთო, აბა თუ ყინწვიში არ დავაკავეთო. ბრალდების ფაბულა არის შემდეგი. მოხდა ოფიციალური დაკავება 23 პირის ქალაქ თბილისის მთავარ სამმართველოში. ეს უწევია ბრალდებას ესე? თქმა უნდა. მე პროდიუსერს თქვა მაშინ გამზადოს ერთი ფირი მზად არის აი მეთქვა აბა მოვისვინოთ აბა თქვენ ასე თქვით ამას აი ნახეთ. 2011 წლის 26 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყინწვიში დააკავეს შეიარაღებული დაჯგუფება 24 კაცის შემადგენლობით. როგორც დაკავებულების ჩვენებებიდან იკვლევა, მათ ხელმძღვანელობდა ყოფილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ასევე მხედრიონის ერთ-ერთი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი, რომელიც ამჟამად იმყოფება რუსეთის ფედერაციაში. მერაბიშვილის უწყების ოფიციალურ განმარტებამდე სამონასტრო კომპლექსში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია სტუდია GNS-მა გადაამოწმა. კვირის რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ პირები, რომელთა აღიარებითი ჩვენებაც დღეს გავრცელდა ყინწვიში 24 მაისიდან იმყოფებოდნენ და ისინი 26-ში, დაახლოებით დილის 7 საათისთვის აიყვანეს. დილას 8 საათზე დავინახე, რომ ციელები ამოიარენ აქეთა და ეძებენო ქურდებსაო ეგრე. ბატონო ეს დამოუკიდო ჟურნალისტური ძიებით და დადასტურებული არის ისინი 24-დან იქ იყვნენ და 26-ით ესე ვთქვათ იქ იყვნენ და აბა როგორ დააკავებდნენ თბილისში და აი სულეც ხადათ ამობენ რომ დააკავეს ყინწვიში. საქმეც მასია რომ ამ საქმეში როგორც არის შეუსამოობები დილემატი არსებობს ურთიერთწინააღმდეგობა და ერთ-ერთი ურთიერთწინააღმდეგობის საზომი არის ის რასაც საზოგადოება შინაგან საქმეთა სამინისტრო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აცნობებდა ხოლო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შემდგომში ბრალდება სასამართლოზე და საქმე წარმოების წესით, როდესაც სასამართლოზე გადამისამართა საქმე, ყინწვიში დაკავება როგორც ესეთი საზომი ამოღებული იქნა. ანუ აქ მოხდა ერთი რამ. როდესაც ეს პირები დააკავეს, ისე ადამიანებს გითხრათ, სად დააკავეს ეს ადამიანები? სადღაც ხო დააკავეს? და უკაცრავად ესე ჩაკითხებით. ეს ადამიანები ვინ იყვნენ? რამე ესეთი ერთი თანამშრომლები იყვნენ, ორგანიზაციის წევრები იყვნენ, მრევლი იყვნენ თუ აი რა? მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ აქაც გარკვეული შეუსამბოობა აქვს ბრალდებას, რომელიც შემდგომში გადააბა აღიარებითი ჩვენებებით, იმიტომ რომ დაკავებული 23 პირიდან 20 პირს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, სადაც მათ 3, 4, 5 წელი მიესაჯათ რეალური სასჯელები, გამოსაცდელი და შესაბამისი შეზღუდითი ვადები 5-6 წლიანები და მთლიანობაში 12 წლიანი მსჯავრი. და ამ პირებმა აღიარეს, რომ მათ მიიღეს მონაწილეობა შეთქმულებაში. თუმცა, როდესაც დგებოდა კითხვა, სად მოხდა თქვენი დაკავება, ყველანი ერთმნიშვნელოვნად აცხადებდნენ, რომ ეს იყო თბილისი. ეხლა მე გეტყვით რატომ? იმიტომ რომ
მე ვიცავდი და პატივი მქონდა დამეცვა ნიკოლოზ გოგუაძე. ნიკოლოზ გოგუაძე გახლავთ 32 წლის. მას საკმაოდ მაღალი ცენზის განათლება აქვს მიღებული, საკმაოდ ცნობადი სახე იყო. მე მინდა 2 წუთი შევჩერდე ამ პიროვნებაზე. მას დამთავრებული აქვს რამდენიმე უმაღლესი, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალგაზრდული მოძრაობის ხელმძღვანელი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქართველს ჰქონდა ასეთი პატივი წარმოადგინა ამერიკაში ახალგაზრდა თაობის ხელმძღვანელი პირის რანგირებით საერთოდ საზოგადოება და ის როდესაც მან დაამთავრა ამერიკაში უმაღლესი ის იყო ერთ-ერთი სენატორის აპარატში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. შემდეგ ის მუშაობდა იაპონიის საელჩოში და წარმოადგენდა საქართველოს. გარკვეული წლების განმავლობაში მას საკმაოდ მაღალი ესეთი სვლა ჰქონდა და შემდგომში რამდენიმე ენის მცოდნეა. ის მორწმუნე კაცია და არაერთ ქართულ ეკლესიაში რამდენიმე დღით რჩებოდა მის სამეგობრო წრესთან ერთად. რაც შეეხება ამ ფაქტს, აქაც ანალოგიური იყო. ჩვენ წარვადგინეთ მტკიცებულებები, რომელიც სასამართლომ არ მიიღო, სადაც ანუ ეს 24 ადამიანი იყვნენ მეგობრები და წავიდნენ მოსალოცად თქვენი არ იყო ესე პანუმას, აქ იყო ერთი რამ. აქ იყო სხვადასხვა ჯგუფები ასული, მათ შორის დეიდაშვილები, ბიძაშვილები, მამინდაშვილი, ძმები, ნათელმირონები, რომლებიც აი მაგალითად იყვნენ ძმები ჩიგოგიძეები, იყვნენ ძმები ჩიტრიკაშვილები, დედაშვილები, მამაშვილი დავით და გიორგი. აი საქმეც მაგაშია, რომ ესენი სხვადასხვა მომლოცველთა ჯგუფები, როგორც თვითონ ჩვენებებით გამოიკვეთა და ბრალდება სხვა ეს ერთი ჯგუფი არის, ხო? მომლოცველები იყვნენ სხვადასხვა. ყოველ შემთხვევაში ნაწილი მათი ჩვენებებით, მათი აღიარებითი ჩვენებებით სასამართლოზე დადასტურებულად, შემდგომ სასამართლოს მიერ დადასტურებული ცნობილი ფაქტის გარემოებით, ისინი მიუთითებდნენ რომ სხვადასხვა ჯგუფება წარმოდგენილი იყვნენ სალოცავში და შესაბამისად იქ ტრაპეზობდნენ და ასე შემდეგ. ნიკოლოზ გოგუაძესთან ცნობა ამ 22 პირიდან 19 ადამიანმა თქვა რომ საერთოდ არ იცნობს. 19-მა. ესენი ერთმანეთს ნიკოლოზ გოგუაძე მათ არ იცნობდა არანაირი ჩვენ მარტო გოგუაძე სხვა და დანარჩენი 19 იცნობდნენ ერთმანეთს აი საქმეც მაგაშია რომ ესენი იცნობდნენ 3 კაცი 4 კაცი ერთმანეთს და აქედან გამომდინარე მე მაგალითად შემიძლია კურიოზიც მოგიყვეთ ამ საქმეში ერთ-ერთი მძღოლი არის რომელიც ვარკეთილის მეტროდან შესაბამისად ზედა კორპუსებში აი თავის ოჯახს არჩენდა ესეთი გადაადგილებით და აი ამ პირს უბნელებმა სთხოვეს რამდენიმე პირმა რომ ჩვენ მივდივართ მოსალოცად მანქანა არ აქვს, ჩაგისხავთ საწვავს და თუ შეიძლება ყინწვიში აგვიყვანო ჩვენთან ერთად იტრაპეზე და შემდგომ ჩამოგვიყვანო. ჩაუსხეს საწვავი. თქვა იქ საფეხო წაიღეს. რა თქმა უნდა. და შესაბამისად ჩაუსხეს საწვავი და ეს პიროვნება სამშობლოს შეთქმულების ნაწილში გასამართლდა სამშობლოს მიმართ დანაშაულში. ადამიანი რომელიც სასამართლო პროცესზე მიუხედავად იმისა რომ მან თავი დამნაშავე ცნო, მიუხედავად იმისა რომ ის დაეთანხმა შემდგომში ბრალდების мотиваციას, მიუხედავად იმისა რომ მან განაცხადა რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად ცნობდა დამნაშავედ, შემდგომ სასამართლო პროცესზე რომელზედაც მე და ბატონი ვახტანგი დახურულ რეჟიმში გამოდიოდით. ყველაზე ოდიოზური იყო აქ ის რომ 3 სასამართლო პროცესი ჩვენ დახურული ჰქონდა. და რეალობაში ეს ყველაფერი, როდესაც გაცხადდა, ესაბოდა რა შეთქმულება, რის სტრატეგიული ობიექტები არ ვიცნობდი, შეხება არ მქონდა და საერთოდ გამაგებინეთ რისთვის ვარ დაკავებული. მე ვიცი რომ ამ ჯგუფის ძალიან ბევრმა წევრმა განცხადებებით მიმართა უკვე ადვოკატებს. ეს აბაზეში ჩვენების შემდეგ ვისაუბრებთ. გზელდება კონსილიუმი და ჩვენ საუბრობთ ყინწვისის საქმეზე. ხო თქვენ მე ცოტა ჩავიხედე ამ ამბავში. ხან საუბარია 24 ადამიანზე, ხან საუბარია 23 ადამიანზე. ბატონო, თქვენ რას იცავთ და რას ნიშნავს ეს განსხვავება ამიხსენით? ეხლა გეტყვით. ყინწვისში დაკავების დროს ყველაზე საოცარი ის არის, რომ ჩემი დაცვის ქოშკოფი ოლეგ კეშელავა საერთოდ არ იყოფებოდა ყინწვისის მონასტრის ტერიტორიას. საერთოდ არ იყო იქ ჩასული და მე არ ვიცი ხა რამდენად საერთოდ ყოფილა თუ არა საერთოდ ყინწვისის მონასტერში ეს ჩემთვის უცნობია მაგრამ დაკავება მოხდა მე-3 დღეს ქალაქ თბილისში აიყვანეს საერთთან ახლოს თავისი ავტომანქანით მოძრაობა ესე იგი კიდე კარგად რო თქვა ესე იგი 23 ადამიანი ნამდვილად ვიცით რომ ყინწვისში დააკავეს სულ გზიება და თქვენ ასე თქვით იმიტომ რომ ადგილობრივებაც ნახეს მაგრამ თვითონაც აუბე რომ დაგვაკავეს თბილისშიო მაგრამ არის თქვენი დაცვის გზა რომელიც ყინწვისში საერთოდ არ არის დამკვეთი მაგრამ ეს ნამდვილად ქალაქ თბილისში არის დააკავეს აქ სწორი არიან თბილისში დააკავეს აბსოლუტურად დააკავეს ყოველგვარი
იურიდიული მტკიცებულების გარეშე და ისეც არ იმართა შემდგომში გამოძიებას და სასამართლომ მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა რომ ერთადერთი შუამდგომლობები რომლებსაც ვაყენებთ ჩვენ სასამართლოზე პირადად მე ოლეგ კეშელაოს დაცვის მიზნით და ვადასტურებდი იმ ფაქტს რომ ამ კაცს რა საერთო აქვს ყინწვისში ამ პირებთან და რა შეიძლება ყოფილიყო საერთო და რა სახის დანაშაული ქონდა მას ჩადენილი რომელ შეთქმულებაზე იყო ლაპარაკი თუ ის ყინწვისში არ იყო საერთოდ სისხლის სამართლის საქმე იწყება ბრალით ვიღაცის მიმართ როცა აკვეთი ღონისძიება როცა ისახება ამ შემთხვევაში იწყება ბრალით ბრალში გვიწერია რომ ოლეგ კეშელავა სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა რა ყინწვისში მონაწილეობა წერია შეთქმულებაში მონაწილეობა მიიღო ამ ფაქტიდან გამომდინარე როცა კაცი იქ არ არის და ფაქტიურად არავითარი მონაწილეობა ამაში ხარ რატომ შემოვიდა ოლეგ კეშელავას პიროვნება ამ საქმეში ამაზე მე ცოტა ქვემოთ მოგახსენეთ რატომ დაჭირდა გამოძიებას ამ პიროვნების შემოყვანა და მასზე ბრალის დაბრალება იმაში რაც არ მომხდარა და არ ყოფილა თუ ბრალის მიხედვით მოხდა ამ პირების შეთქმულებაში მონაწილეობა ისინი შეხვდნენ რა ყინწვის ჩემი სულ არ ყოფილა ეს რასაკვირველია ტელემაყურებლებისათვის ცოტა გასაოცარი ამბავია როგორ შეიძლება კაც ბრალს დებდე და ამ დროს იქ არ იმყოფებოდეს და ფაქტიური მონაცემებით არავითარი მტკიცებულება ამ ხალხს არავის არ იცნობდა ყველა საინტერესოა იცნობდა მხოლოდ გოგუაძეს დანარჩენ პირებს არ იცნობდა და როგორ შეიძლება შეთქმულებაში მონაწილეობა მიიღოს პირმა რომელიც არ იცნობს ამ ხალხს და მათთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა ესეთი რამე არის ნონსენსი ბატონო კიდე დავუბრუნდებით მე და ალბათ ნანას ვთხოვო ასე ვთქვათ ჩაგვერთოს და ესეთი შეკითხვა მაქვს დანა შეთად ეხლა გარკვეულწილად გონია რომ უყურებ ერთის მხრივ სადავგაზავსოლო სცენარს კომიკური ელემენტებით რომ აქ არ იყოს ადამიანური ტრაგედია ესე იგი მოკლედ მე თუ სწორად მესმის ეს ყველაფერი და შენ ჯერთი ამერიკანი ვიცნობ მაგრამ შენ უფლება დამცველი ხარ იურისტი არა ხარ და მაპატიოთ მაგრამ იქნება აი ჩვეულებრივ სამოქალაქო ედაზე ამიხსნა ასე უკაცრავად რაღაც ადამიანები კეიფობდნენ ყინწვისში როგორც ხდება ხოლმე ჩვენთან მიდიან ხოლმე ეკლესიაში ერთმანეთს ისინი არ იცნობდნენ მე ბრალდებათ ყინწვისში შეთქმულება მე მიხსნიან რომ ესენი ყინწვისში ნამდვილად ყინწვისში დააპატიმრეს იმიტომ რომ ყველა მიკნახა მე ამბობენ რომ ისინი ყინწვისში არ დააპატიმრეს თბილისში და შემდეგ არის ადამიანი რომელიც ნამდვილად თბილისში იყო და ყინწვისში არ ახარ ნამყოფი და ამას ბრალდება რომ ყინწვისში იყო და იქნება შეგვითხრა რა ხდება ნანა ამ ყველაფერი აბსურდის ახსნა შეიძლება ერთი მარტივი რამით ის რომ ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ვასიკო იმას რომ ხელისუფლება მუდმივად ქმნიდა თავისი უძლეველობის მითს ამით ის შესაქმნელად და დასასაბუთებლად საჭირო იყო მტრის ხატის შექმნა მტრის ხატი ყველაზე მარტივად შეიძლებოდა შექმნილიყო რუსეთისგან რომელსაც ისედაც ჰქონდა ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული ამიტომ გაცილებით მარტივი იყო იქმნებოდა მტრის ხატი რუსეთისგან და მუდმივად იყო ხელისუფლება იმ რეჟიმში რომ ამ მტერს ის ამარცხებდა მაგრამ ამისათვის რომ ეს ჩვენებინა საჭირო იყო ლეგენდების შექმნა და ერთ-ერთი ესეთი ლეგენდა იყო სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებული სახელმწიფო გადატრიალება შეიარაღებული გზით. ესეთი საქმეები არ არის მარტო ეს მხოლოდ ყინწვისის საქმე, ჩვენ არაერთი ესეთი საქმე ვიცით იგივე ეხლა თქვენ სარეკლამო ბლოგში უსმენდით მუხროვანის საქმეს, თუ გაიხსენებთ ცოტა უფრო ადრე იგორ გიორგაძის მომხრეთა საქმეს, ალბათ კარგად გახსოვთ ვასიკო ჟურნალისტების შპიონაჟის საქმე, რომელიც ძალიან ცალსახა და მთელი მსოფლიოსთვის გასაგები იყო რაც მოხდა ასევე სხვა მაისაიას საქმე შპიონების ენვერის საქმე კოჭოიას საქმე და ასე შემდეგ რომელიც პირდაპირ მიუთითებს იმაზე რომ ეს ხელისუფლება ქმნიდა სხვადასხვა ლეგენდებს და ამ ლეგენდებით ცდილობდა თავისი უძლეველობა ეჩვენებინა როგორც ქვეყნის შიგნით მოსახლეობისთვის ისევე ქვეყნის გარეთ მაგრამ სამწუხაროდ აი ამ ლეგენდების შექმნასა და შემდგომ ამ ლეგენდებით უძლეველობის დამტკიცებას ეწირებოდა ადამიანების ღირსება, ადამიანების თავისუფლება, მათი ოჯახები და სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ყინწვისის საქმესთან დაკავშირებითაც. აქ შეიქმნა მითი იმისა, რომ თითქოს და ვიღაცა რუსეთიდან გეგმავდა შეიარაღებულ გადატრიალებას და ამ გადატრიალებაში მონაწილეობდნენ ვიღაცა N პიროვნები
საჩვენებები, რომლებიც როგორც ადვოკატებმა მათი აქ ისაუბრეს, ერთმანეთს არც კი იცნობდნენ, მაგრამ ხელისუფლებისთვის ძალიან მარტივი იყო ამისი გაკეთება, იმიტომ რომ ამ დროს ამას წინ უძღოდა საპროტესტო აქციები, 26 მაისის აქციები თქვენ გახსოვთ და იმისათვის ის საშინელებები, რაც 26 მაისს მოხდა, ადამიანების ჩახოცვა, ცემა და ის გაუგონარი სისასტიკე, რომელიც 26 მაისს მოხდა, რაღაცით უნდა გადაფარულიყო და რაღაც უნდა გაჩენილიყო ისეთი სერიოზული საფუძველი, რაც ერთის მხრივ აი ამ 26 მაისის საშინელებებს რაღაცნაირად გაამართლებდა, თუმცა ჩემთვის ძალიან ძნელია რა უნდა მონახულიყო ისეთი, რომ ამის გამართლება შესაძლებელი გამხდარიყო და მეორეს მხრივ რაღაც გადაფარულიყო და გამოჩენილიყო ახალი საინტერესო საფრთხე, რომელიც საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობდა. გაწყვეტილებ, ესე იგი ეხლა რაღაცნაირად ლაგდება. ამ დროისათვის უკვე ვიცით, რომ დახოცილები არიან ეს 30 რიცხვია და ესე ვთქვათ ძალიან დიდი ღელვაა ამ დროისათვის ჩვენ უკვე ვიცით, რომ ხალხი არის. კი, ხალხი არის დახოცილი, ნაპოვნია სახურავზე ადამიანი, რომელიც უკვე ნათქვამია, რომ ეს ადამიანი იყო ნაცემი და მოკლული და შემდგომ იყო ატანილი სახურავზე და აი უკვე ძალიან სერიოზული, ისე ვთქვათ, რყევები შეიმჩნეოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც ირყეოდა ხელისუფლების იმიჯი და სწორედ ამ დროს იქნა შეთხზული აი ეს ლეგენდა ყინწვისის საქმე, რომელსაც სწორედ 23 ადამიანის, უბრალოდ 24 ადამიანის ბედი ემსხვერპლა. ეს ადამიანები აბსოლუტურად დაუსაბუთებელი საქმით აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა. ერთი ცნობილი უფლებადამცველი იყო ალბათ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ ყველა კარგად იცნობს, ცნობილი დისიდენტი კავალოვი ამბობს ხოლმე, რომ ქვეყანაში ან არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, ან სასამართლო არ არსებობს. ჩვენ ქვეყანაში კიდევ უფრო სხვანაირად არის საქმე. შეიძლება ჩვენ ქვეყანაში მართლაც არ არსებობს სასამართლო იმ სახით, რასახითაც უნდა არსებულიყო, მაგრამ სამაგეროდ არსებობს სასამართლო როგორც რეპრესიული მექანიზმი. ის ხან გამოყენებულია ხელისუფლების მხრიდან ბიუჯეტის შესავსებად და თქვენ სარეკლამო ბლოკში ჩვენ ნახეთ შემდგომ ამ ბიუჯეტს როგორ ხარჯავს ხელისუფლება, როგორ მიზანმიმართულად ხარჯავს ხელისუფლება, ან გამოყენებულია პოლიტიკური რეპრესიებისთვის, ან საერთოდ პოლიტიკური სიტუაციის, ესე ვთქვათ, გამომხატველია სასამართლო გადაწყვეტილებები ხოლმე. სწორედ აი ესეთი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა ის ადამიანები, რომლებიც ყინწვისის საქმესთან დაკავშირებით არიან დღეს გისოსებს მიღმა და ეს საქმე სხვათა შორის არა მარტო ნათელი მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლება როგორ იყენებს სასამართლოს, როგორც პოლიტიკური რეპრესიების მექანიზმს. არამედ მტკიცებულებაც არის. მე იმედი მაქვს, რომ ნამდვილად დადგება დრო იმისა, რომ ეს ხელისუფლება გასამართლდება და ესეთი საქმეები სხვათა შორის გამოდგება მტკიცებულებად, რომ სასამართლოები სწორედ ამ რეჟიმმა გამოიყენა როგორც პოლიტიკური რეპრესიების მექანიზმი. თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ეს სასამართლო გამოყენებულია როგორც ბიუჯეტის შევსების მექანიზმიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს სასამართლო გადაწყვეტილებასთან, რომელიც ცხადყოფს იმას, რომ სასამართლოები ამ ქვეყანაში გამოყენებულია როგორც პოლიტიკური რეპრესიის მექანიზმი. ნანა, მადლობ და დარჩი ჩვენ კიდევ ჩაგვერთვები, მე მინდა ეს ბლოკი სრულდება, მაგრამ სანამ ეს ბლოკი სრულდება, მე სწორედ მინდა ვნახოთ ერთი დაკითხვის სიუჟეტი პიროვნების ამ საქმეში მონაწილე პიროვნებისა. ჩვენ უკვე ვიცით რა ღირს ეს აღიარება და როგორ ხდებოდა და რა არის ამის ფასი, მაგრამ ეს ფაქტობრივად უკვე ძალიან პირველივე ესე იგი უცებ, რომ ადამიანი რომელიც მონაწილეობდა უზარმაზარ სამხედრო გადატრიალებაში უცებ ასახელებს ყველა იმ პირს და ზუსტად ლოგიკურად ამბობს იმას, სწორედ რაზეც ახლა დანასაუბრობ და პირდაპირ ჩასვებს უნდა დაუკავშირდეს. ეგ გთხოვთ ეს ჩართო და შემდეგ რეკლამაზე გავიდეთ. მაისის დასაწყისში მე და რამაზ ხვალაძე ჩავედით მოსკოვში. სადაც შევხვდით თემურ ხაჭიშვილს, რომან დუმბაძეს, ვალერი კელბახიანს, პაატა მუდებაძეს და ვლადიმერ ხომერიკს. იქ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჩვენ საქართველოში უნდა შეგვექმნა საზოგადოებრივი პოლიტიკური მოძრაობა სახელად ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა.
რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნებოდა ნინო ბუჯანაძის და ბადრი ბიძაძის მიერ გამართული საპროტესტო აქციების მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა გამოიხატებოდა შემდეგში. ჩვენ უნდა დავხმარებოდით მათ ხალხის რესურსით პირველ რიგში, ასევე პროვოცირების მოწყობებში. კონკრეტულად ეს იქნებოდა პოლიციის მანქანების დაწვა, მაღაზიების დაწვა თუ სხვადასხვა ობიექტების დაწვა. მას შემდეგ რაც მოხდებოდა პროვოცირება და დაიძაბებოდა სიტუაცია, პროცესებში უნდა ჩართულიყო თემურ ხაჭიშვილის შეიარაღებული დაჯგუფება. გრძელდება კონსულების სტუმრები არიან უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ადვოკატები ბატონები ვახტანგ თალაკვაძე და ბესარიონ ქარცივაძე. ჩვენ საუბრობთ ყინწვისის საქმეზე, ჩვენ ვნახეთ ვიდეო სიუჟეტი ბატონ ბესარიონ და მართლაც ახლა სულიად ნათელია ნანამ აბსოლუტურად სწორად გააკეთა ახლა მთლიანად და უკვე ყველაფერი ნათელი გახდა. სასწრაფოდ უნდა გადაიფაროს 26 მაისი, ამიტომაც არის რომ ეს 30 მაისს გამოყავთ უკვე ეს გოგვაძია ხო, ვის გამოიყვანეს და ჩვენ ხედავთ რომ ცოტა ბობრუნებული უზით, მაგრამ როგორც ასტეკათ არის ნაცემი, უკვე აღარც არის იმის დრო რომ დაიმალოს, თვალი აქვს ჩალურჯებული, ახლა ტანზე და იმაზე ჩვენ ვეღარ ვხედავთ ახლა რა ვითარება არის და ბატონო ეს არის მანამდე მე მინდა ნანას ვკითხოთ, უბრალოდ ისე ვთქვა, ეს 2000 კაცია საუბარი და რომელთა ამავე დროს ადამიანმა უცებ აღიარა, როგორც კი დაიჭერეს, რომ მას უნდა დაეწვა მაღაზიები, უნდა გაეწვა პოლიციის შენობები, პოლიციის მანქანები, უნდა დესტაბილიზაცია შეეტანა და 2000 კაცი შემოეყვანა. ნანა, უბრალოდ რა არის, რა 2000 კაცია საუბარი მაინც? ეხლა აბსურდი რა ვიცით, მაგრამ რამესთან არის კავშირში აი თუნდაც. იცით რა არის ამ საქმეში, ყინწვისის საქმეში ისეთი მტკიცებულებებია, უпростоრად მტკიცებულებები ბჭყალებში, რომელიც არა მხოლოდ დაუსაბუთებელია და მოკლებულია ყველანაირ, ესე ვთქვათ, რეალობას, არამედ კომიკურიც არის. მაგალითად, იგივე აი ამ 2000 პირის საქმე. თითქოს და ამ ადამიანებს სურდათ შემოეყვანათ 2000 შეიარაღებული რუსი, რომელიც სადღაც ცხინვალის რეგიონიდან უნდა შემოსულიყვნენ, თუმცა ძიებით არც ერთი პირი არ არის დადგენილი, ვინ იყო ეს 2000 კაცი, მაგრამ დადგენილია ძიებით, რომ თურმე ეს 2000 კაცი ლაპარაკობდა ქართულად და მათ ქართულ ენაზე შეეძლოთ, ესე იგი, კონტაქტის დამყარება. ესეც იყო იქიდან გამომდინარე, რომ დაკავებულთა დიდმა ნაწილმა არ იცოდა რუსული ენა და ამიტომ ალბათ ძიება მიფიქრა, როგორ დაეკავშირებინათ ეს რუსულენოვანი შეიარაღებული რაზმი, როგორ დაეკავშირებინათ ქართულ აი ამ ჯგუფთან, გადატრიალების მომწყობ ჯგუფთან, რომელმაც რუსული არ იცოდა. ამიტომ რომ ეს 2000 კაცი თითქოს უკაცრავად მოვიდა ეს დანამ გაუსვეხლა რაღაც მნიშვნელოვნად. ეს ესე წერია საქმეში, ეს 2000 ქართულ კაცი ქართულენოვანი უნდა ყოფილიყო ბატონოს. ბრალში ხაზგასმით ერთმნიშვნელოვნად წერია და ყველგან ამის мотиваციური ნაწილი შემდგომში გამოძიების ეტაპზე სასამართლო ინსტანციებში ბრალდება ამაზე აპელირებდა, რომ ცხინვალის რეგიონთან ახლოს მოსაზღვრე ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო 2000 კაციანი რუსი ქართულად მოსაუბრე ჯარის კაცის ფორმაში გამოწყობილი სამხედრო პირების გადმოსვლა. ამ გადმოსვლის შემდგომ ესენი უნდა წამოსულიყვნენ თბილისისაკენ და გარკვეული სტრატეგიული ობიექტების დაკავება. ანუ მინიშნება რაზე რომ ეს 2000 ქართველი იყო? არა, ეს ქართულად მოსაუბრე. ნუ შეიძლება ქართველიც ყოფილიყო და ნუ თქვა ქართულად მოსაუბრე და ამავე დროს ჯარის ასაკით. არა, ეს 2000 იყო რუსი, საქმეში წერია რომ ეს 2000 იყო რუსი, უბრალოდ ისინი ქართულად მოსაუბრენი იყვნენ. ქართულ ენაზეც ასაუბრობდნენ. აქ მე მოდიშვერტი ერთი აი ციტირებას გავაკეთებ ზუსტად რა წერია ბრალში. ბრალში არის ციტირებელ ასეთი გაკეთებული, რომ გეგმის მიხედვით უნდა მომხდარიყო კერძოდ სახალხო კრების საპროტესტო აქციების მიმდინარეობის მათი მხრიდან რადიკალური მოთხოვნის შემდეგ ხელისუფლება გამოიყენებდა კანონით განსაზღვრულ იძულებით ღონისძიებას, დაშლიდა აქციას, რაც გამოიწვევდა ქაოსს. პარალელურად ცხინვალის რეგიონიდან შემოვიდოდა შეიარაღებული რუსულ სამხედრო ფორმაში ჩასმული ქართულად მოლაპარაკე 2000 კაცი.
ჯარისკაცი. გაგაშევა. აი ეს არის ციტირება და ჩვენ მე და ბესო ამაზე გავაკეთეთ გარკვეული მინიშნებები და წერილებიც კი დავაგზავნეთ დაზვერვის სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. მით იყო თუ არა მათთვის ცნობილი ამ 2000 კაცის საზღვართან მოახლოებისას ან რამე ოპერატიული ინფორმაცია მით უმეტეს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ძალას, რომელიც მაშინ არსებობდა და დღესაც არსებობს, ქონდა თუ არა იმის მხედველობის არეში მოხვედრილი იყო თუ არა ეს ჯარისკაცები. დღემდე პასუხი არ მოუწიათ არც კონტრდაზვერვას და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს. იმიტომ რომ ასეთ ფაქტს თურმე მე სამხედროებს როცა ვკითხე 2000 კაცი რომელიც ჯავშან ტრანსპორტიორებზე ან რაღაც ტექნიკაზე იყო დაახლოებით 7 კილომეტრი უნდა ქონოდათ მანძილი ასე თუ მოდიოდნენ ავტობუსები ჯავშან ტრანსპორტიორები და ეს 7 კილომეტრიანი 2000 კაცის არა აქვს უშო 2000 კაცი არ არის 200 კაცი მაგრამ 2000 ეს 2000 კაცი არადაირად არ დაასაბუთა ბრალდების მხარემ ეს 2000 კაცი არსებობა რაღაც ან დაზვერვის მონაცემით ხონდა ყოფილიყო თუნდაც რატო მართალია ეს 24 აჯანყებული დაიჭირეს მაგრამ ის 2000 კაცი ხო დარჩა საფრთხეთ რომელიც ყოველწლიურად შეიძლება შემოიჭრას ესე ვთქვათ საქართველოს სხვადასხვა გზით აი საკონც მაგაშია იმდენად კაზუსურია ამ საქმის ფაქტობრივობა რომ თუ ჩავთვლით რომ მოხდა საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატებული ოპერაციის ჩატარება ყინწვისში და ამ ოპერაციის ჩატარების საფუძველი იყო სწორედ 2000 კაცთან არაშემხებლობის ალაგმა ეს გამოდის რომ ეს 2000 კაცი საზღვართან უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში იმ არაღიარებულ საზღვართან მაინც რომელსაც დემარკაციის ხაზის მნიშვნელობა აქვს. ეს რომ არ იყო ფაქტია, იმიტომ რომ მაშინ ბრალდება მოიტანდა უტყუარ მტკიცებულებებს სპეცსამსახურების მიერ. ჩვენ დახურული პროცესები ქონდა, მე ხაზი გავუსვი და მიუხედავად იმისა, რომ დახურულ პროცესზე მსგავსი მტკიცებულება შეეძლო ბრალდებას წარმოედგინა, რომ დაზვერვას ქონდა ინფორმაცია 26 მაისის დისლოკაციის ნაწილებთან, მაშინ გამოდის რომ თუ ტარდებოდა აღლუმი და რეგიონში ცხინვალის მიმდებარე ტერიტორია იყო საფრთხის ქვეშ გამოდის რომ საფრთხე ალაგმული იყო სამხედრო ნაწილების რეალობით. საფრთხე ალაგმა პოლიციამ, სპეცრაზმა და შემდგომში სპეცრაზმის მონაწილეობა კატეგორიულად უარყო ბრალდება. ანუ მან თქვა რომ ყინწვისში დაკავება არ მოხდარა. ესე იგი რა გამოვიდა? ეს 24 კაცი ამ 2000 კაცთან კავშირში ვერ ფიქსირდება. შემდგომში წამოიღეს და თქვეს რომ ეს ყველაფერი ვითომ განცხადებული თემა იყო მხოლოდ არა ქმედების ნაწილად წარმოდგენილი. ანუ თქვეს რომ ვითომ ამ ხალხმა კოცონთან სხდომის დროს და აი ამ ტრაპეზის მიღების პერიოდში ბახუს მიღებულ კატეგორიაში გაიგეს რომ გოგოაძე ამბობდა ვითომ რომ აი ჩვენ 2000 აი ესეთი განლაგების პირები შემოგვიერთდებიან. რა თქვენ ედას მე ვავატეთ თქვენ იურისტი ხართ ესე უნდა თქვა. ანუ ჩვენ საუბრობთ ვითარებაზე რომ როდესაც ესენი კოცონზე არც თუ ფხიზელ მდგომარეობაში და შეიძლება ორი დღის ნაკეფრები არიან შეიძლება სერიოზულად გადათვალებიც კი ამბობენ რომ საუბრობენ 2000 ქართველზე თუ 2000 რუსზე რომელსაც ისწავლა ქართული და შემოდიან გასაგებია და ნუ ეს ესე ვთქვათ ჩვენ ეს ვიცით ეს მდგომარეობა და იქ ბევრი რამ შეიძლება კიდე თქვული ხო შეიძლება რასაკვირველია აი აქ ერთი დანა ძანე თუ შეიძლება როდესაც ჩვენ აი ამ აბსურდებზე ვსაუბრობთ რაზედაც სასამართლომ განაჩენი დააყენა მინდა ვთქვა რომ ეს სასამართლოები არა მარტო უსამართლოა ჩვენი სასამართლოები, არამედ სამარცხვინოც, იმიტომ რომ მე თვითონ ვარ ადამიანი, რომელიც საბჭოთა სასამართლოებს მოვესწარი და საბჭოთა სასამართლოს მიერაც ვიყავი გასამართლებული, მაგრამ ასეთი სამარცხვინო მტკიცებულებები საბჭოთა პერიოდშიც არ არსებობდა, მინდა გითხრათ, ყოველ შემთხვევაში 70-იან 80-იან წლებში ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებებს სასამართლოები ვერ იღებდნენ და არ იღებდნენ. ისინი პატივს სცემდნენ თავიანთ მუნდირს, თავიანთ პროფესიონალიზმს და საზოგადოებასაც, რომ ესეთი სამარცხვინო მტკიცებულებებით არ ყოფილიყო დასაბუთებული მათი, ესე ვთქვათ, თუნდაც შეთითხნილი საქმეები, თუნდაც იმდროინდელი დისიდენტების წინააღმდეგ. მე და ჩემი მეგობრები გასამართლებული ვართ ორჯერ და ერთ-ერთი ბრალდება გქონდა 120 პოლიციელის ცემა. მაშინაც კი საბჭოთა პერიოდშიც ჩვენი სასამართლოც ასეთივე დახურული იყო, როგორც ყინწის სასამართლო მართალია, მაგრამ
იქ გამოძიება შეეცადა მაინც, რომ ეს საქმე რაღაცნაირად იურიდიულად დაესაბუთებინა და იქ ჩაედო რაღაცა მტკიცებულებები ჩვენ ასოცი პოლიციელის ცემაზე გაგვასამართლეს, მაგრამ იქ იყო რაღაცა დაწყვეტილი ღილები და ხეული პოლიციის ფორმები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ სასამართლოებმა დღეს, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული დემოკრატიული საქართველოს სასამართლოებმა იმასაც კი არ ცდილობენ, რომ შიგ ჩადონ ისეთი მტკიცებულებები, რომელიც სამარცხვინო და სასაცილო არ გახდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეს სასამართლო გადაწყვეტილებები რო ითარგმნოს ინგლისურ ენაზე, ან ისეთ ენაზე, რომელ ენასაც საზღვარგარეთ წაიკითხავენ და გაუშვათ პრესაში, აბსოლუტურად დაინგრევა ის იმიჯიც, რომელშიდაც საქართველოს ბიუჯეტით იხდება უზარმაზარი თანხები ლობისტურ კომპანიებში, რომ შეიქმნას თითქოს და დემოკრატიული იმიჯი ამ ქვეყნისა და იხდება ჩვენი გადამხდელები, ჩვენი საქართველოს მოსახლეობის ფული, იმ წუთში დაინგრევა. თუ აი ამ გადაწყვეტილებებს ვინმე თარგმნის და გაუშვებს დასავლეთში. ეს არის მართლაც სამარცხვინო და შეურაცხყოფელი არა მარტო მოსამართლეთა კორპუსისთვის და სასამართლოსთვის, არამედ ქართველი ხალხისთვისაც, რომ დღეს ჩვენი საზოგადოება უშვებს ისეთ გადაწყვეტილებების არსებობას, როგორიც იყო ყინწვისის საქმე. და არა მარტო ყინწვისის საქმე, მე იმედი მაქვს, რომ სხვა ციკლებშიც, სხვა გადაცემებშიც მოგცემა საშუალებები ვილაპარაკოთ სხვა საქმეებზე, რომელიც ნათელყოფს რა დღეშია დღეს ქვეყანა და რა დღეშია ამ ქვეყნის სასამართლოები და ის ადამიანები, რომლებიც დღეს გისოსებს მიღმა იმყოფებიან, სწორედ ასეთი სასამართლოების მიერ არიან დაპატიმრებულნი, მისჯილნი, გასამართლებულნი და დღეს ეს ადამიანები სწორედ აი ამ ახალი ხელისუფლებისგან სამართალს ელიან, სამართლიან გადაწყვეტილებას ელიან. ელიან იმას, რომ ეს სასამართლოები ერთხელ და სამუდამოდ შეძლებენ გამოვიდნენ პოლიტიკური წნეხისგან კანონზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. რასაკვირველია, მე რეკლამის იმდა თქვა, რასაკვირველია, რომ ინგლისურად ან სხვა ენებზე ითარგმნოს ხომ ესე იგი, რომ იტყვიან ნანამაც და თავი მოგვეჭრება, ამას მიუთუბეთ ეს ვიღაცა თუ დაანართით სახით გააყოლებს იმ მენიუს ამ ზუსტად ამ პერიოდში, რითაც ჩვენი მერიის თანამშრომლები სტრიტის ბარებში ესე იგი ერთობოდნენ და 300 ლარიან სიგარებს ეწეოდნენ და 800 ლარიან კონიაკებს აყოლებდნენ ზედ, იმიტომ გაუცდებია, რომ თუ ქვეყანა ზუსტად მაგ პერიოდში და ქვეყანა თუ განგრეოდა და სახელმწიფო გადატრიალება იყო, თქვენ რა სტრიპტის ბარი აგიტყდათ, თქვენ კაი დედმამის შვილებო იტყო და რეკლამა. წერდება კონსულია და ჩვენ ლაპარაკობთ საუბრობთ ყინწვისის საქმეზე, სახელმწიფო გადატრიალებაზე, რომელსაც გადაურჩა საქართველოს და ესე იგი საქართველოს სახელმწიფოებრიობა, როდესაც 23-24 ადამიანი ყინწვისში შეიფიცა და 2 დღის მანძილზე იქაიფა, 24 დაქეიფარი 2 დღის ადამიანი ქართველი ხუმრობა არ არის და ჩვენ ნახავთ, რომ ასე ძლიერ ორგანიზებულ შეთქმულებას ჭირდებოდა ძალიან ძლიერი კოდური კავშირი, საიდუმლო კავშირი, ბუნებრივია მათი ცოდერ უთვალთვალებდნენ და მე ესე იგი ახლა გთხოვთ ჩართოთ ის ვიდეო, ნახოთ როგორ ქონდათ მათ ეს აგებული საიდუმლო კომუნიკაცია. ციგნი რომ გამოგატანე გახსოვს? კი, მახსოვს. იმ ციგნს თუ მოატანინე, შენ არ გახიდე. იმ ციგნს ხილდათ რგეთუ იმე წინადად და რაც უნდა გითხრა, რაც უნდა თქვა საერთოდ. კარგი. თემურ ნიკოლა, მიგანახე აბა. მესამე ფურცელი. გასაგებია. პირველი მერვე. პირველი? ვა. ხო. პირველი მეორე. კარგი. მერე? პირველი მეორე. გასაგებია. მერე? მეორე პირველი. ეს დამთავრდა. კარგი. აი ეს პირადობა გაშიფრე. ხო. ნებისმიერ ადგილას, რომელიც მისთვის არის მოსახერხებელი. ხო. გადავწე მაგას? ეს შეაიგითხე შედა. მე შეათანხმებინებთან ნებისმიერი ადგილი, რომელიც მოსახერხებელია. გასაგებია. დაშიფრული ინფორმაციის გადასაცემად თემურ ხაჩიშვილმა გადმომცა მე ეს ციგნი. ანალოგიური ციგნი დაიტოვა მან თავისთვის. ამ ინფორმაციის გადაცემა ხდებოდა შემდეგნაირად. მაგალითად გადასაცემია სახელი ნიკა. ვიღებთ ანუ წერთ 5, ანუ გვერდი 5, 1/19.
ანუ პირველი სტრიქონი 19-100, რომელიც არის ენი. შემდეგში 2/6. ეს არის მეორე სტრიქონი მე-600, რომელიც არის ი და ასე შემდეგ. რის შემდეგაც გამოდის სიტყვა ნიკა. ნუ ასე ვთქვი, ესე იგი შეთქმულება ეს კოდირებული კავშირი ესე დგება ხოლმე საერთოდ და ამაზე უფრო ძლიერი იყო, მე მგონი ბავშვობაში რო თამაშობდით, ეს როცა გეტყვი ი, მაშინ გამოდი, როცა გეტყვი ე, არ გამოხვიდე, ეს არის ახლა სრულიად და ახლა ბოლო მე კითხვა, მინდა დაგიშვათ. ეს მინდა ერთი წუთით თქვენი ყურადღება და მაყურებლების ყურადღება მინდა შევაჩერო აი ამ ჩანაწერზე, რომელიც არც კრებსებში, არც სისხლის სამართლის საქმეში, არც მტკიცებულების სახით არ იყო. ეს იყო მაყურებლისთვის განსაზღვრული რეაქცია იყო გარკვეულწილად და რაც ემსახურებოდა ალბათ იმის დარწმუნებას, რომ ჩვენი საზოგადოება დარწმუნებული იყო, რომ რაღაცა კავშირი არსებობდა იმასთან დაკავშირებით, ნამდვილად იყვნენ შეთქმულების მონაწილეები ეს პირები, თორე თუ ეს რეალური ფაქტი იყო, თუ ეს მტკიცებულების სახე ჰქონდა ამას მიცემული, ეს აუცილებლად იქნებოდა დაფიქსირებული სისხლის სამართლის საქმეში, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, რაც არ გაკეთებულა გამოძიების. და ერთი კითხვაც მინდა გითხრათ, კითხვა დაგიშვათ, მოკლედ მიპასუხეთ და მე ვიცი ორივეს გაქვს სათქმელი ადვოკატები ბრძანებით. აი ეს 23-24 ადამიანი, რომელსაც უნდა ეხმძღვანელა ამ 2000 კაციანი შტურმისთვის და ჩვენ გვინახია ფილმებში ახლა ის 2000 კაცი, რომელსაც ქართული ისწავლა საგანგებოს და ვინც ის ვეფხისტყაოსანი შესწავლილი აქვს, ესე იგი სპეციფიკური სტროფები, რომ ესე ქართულობაში უფრო დაგვარწმუნო. ესენი ვინ იყვნენ? ყოფილი სამხედროები, რემბოები, განსაკუთრებული ფიზიკური ძალმოსილები, სტრატეგები, ესე ინტელექტუალური მხარდაჭერა შეეძლოთ. რა კონტინგენტის ადამიანი თავისთავად ძალიან საპატივცემულოა იმ სამდღიანი კეიფის გარდა რა სამხედრო გამოცდილება გააჩნდათ მათ. ყველაზე მეტი თანხა რაც მათ ჩხრიკის შედეგად ამოუღეს და შესაბამისად დაფიქსირდა მათი ჩხრიკის წარმოებით, ეს იყო 11 ლარი და 50. კეიფის მესამე დღეს მეტი რა უნდა ქონდოდათ ხო? არა, საქმეც იმაშია, რომ ყველგან ცალსახად დაფიქსირდა. ყველას ერთად? ყველას ერთად. არ ქონდათ, არ იყო თანხა. არც იარაღი არ ქონდათ, იქ იგი არ იყო იარაღი. ანუ რაც შეეხება საზოგადოებაში მათ ჩართულობას. ამ 23 კაციდან მე შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო, მათი ბიოგრაფიული მონაცემები საქმეშია დაფიქსირებული. არც ერთი მათგანი იმ მხატვრული გამონათქვამით, რომელსაც რემბო ქვია, არ ყოფილა. მათი საპატივცემულო პროფესიები იყო უმუშევრობა, ოჯახის რჩენა, სხვადასხვა სახელოსნო წარმოდგენით და იმ რეალობით, რომელსაც ქვია სადვიშოო შრომისთის შემოსავლით ოჯახის ატყვევო, ზოგი მუშაობდა დაცვის პოლიციის შემდგომი რეალობით, ანუ ესე კერძო დაცვის წარმოებით, ზოგი იყო მალიარი, იქ რამდენიმე ასეთი გვყავს, ორი გვყავდა მძღოლი და შესაბამისად დანარჩენების უმრავლესობა მხატვარი გვყავს, ერთი მხატვარი გვყავდა მაგ საკმაოდ ისეთი მუზის მქონე პირი ჩარკვიანი გვარად და აი ესეთი ინტელექტუალური წარმოდგენითი საზოგადოება. ისე სხვა კითხვა შეიძლება სამი დღე რო იქეიფეს, ეს ამაში ყოფილა, მაგრამ თქვენ რაღაცის თქვა გინდოდა. თქმა მინდა იმისი, რომ მე საზოგადოებისთვის რომ კიდევ ნათელი რაში ედებოდათ ამ ხალხს ბრალი და რაში გამოიხატებოდა ბრალი ერთადერთი გარემოება, რაც გამოძიების მიერ კეშელაოს დაუკავშირეს, იგი ფაქტურად ესწრებოდა სექტემბერში გოგუაძის მიერ ჩამოყალიბებულ ეროვნულ სარწმუნოებრივ იმას. დანარჩენში ბრალში კიდე გვიწერია ასეთი რამ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ციტირებას ვაკეთებ 315 მუხლის დისპოზიციიდან ვაკეთებ ციტირებას, რომ სახელმწიფოს მიმართ შეთქმულება გულისხმობს ხელისუფლებაში არაკონსტიტუციური გზით კერძო ძალადობით მოსვლის მცდელობას. შეთქმულება დამთავრებულად ითვლება პირთა ჯგუფის საიდუმლო შეთანხმების მომენტიდან. აი, აქედან გამომდინარე საიდუმლო შეთანხმების მომენტიდან და კეშელავა საერთოდ არ იყო ყინწვისია, როგორ შეიძლება საიდუმლო შეთანხმება მოეხდინა ვინმესთან, ან ვინმეს დალაპარაკებოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოლეგ კეშელავას ჩართვა ამ საქმეში მოხდა შემდეგი გარემოების, როგორც ახლა მე, რასაც მე ახლა ვფიქრობ. ეს ყველა პიროვნებები ჩამოგითვალა ჩემმა კოლეგამ, არ იყვნენ საკმაოდ ცნობადი სახეები სახელმწიფოსათვის, ხალხისათვის, საზოგადოებისთვის და PR კომპანიისთვის საჭირო იყო ვიღაცა პიროვნება, რომელიც შესაძლებელი იყო ან ეკავა მას დიდი თანამდებობა, ან რაღაცა გარკვეული ხელმძღვანელი როლი ჰქონდა და აქედან გამომდინარე ოლეგ კეშელავა, რომელიც მუშაობდა სიგოს პრემიერ-მინისტრობის დროს, კავშირგაბმულობის მინისტრი, უწესიერესი, უპატიოსნესი კაცი, აი ამ ნიშნით მოხდა აქ უწესიერესი პიროვნება, რომ ეს იყო მინისტრი და ამაზე გაკეთდა მე აქცენტი, რომ აი ეს ხელმძღვანელი მუშა დანარჩენი აქ ვინც იყო გოგუაძისა და კეშელავას გარდა არავის არავითარი რაიმე დიდი თანამდებობა არასოდეს არ დიდი მადლობა და ერთი წუთი ბარბალბესო თქვენ. მე მინდა ვთქვა, რომ კადრი, რომელიც ახლა გავიდა, ეს არის უმძიმესი კადრი. ეს იყო უმძიმესი კადრი ჩემთვის, როდესაც მე ნიკა გოგუაძე კაპეს
ტრაპეზაში დაკავების დროს ნახე. ეს არის კადრი, რომელიც არ არის დაკითხვის მომენტი. ეს არის მერვე საპყრობილეში მისი შესახლებიდან მეხუთე დღეს ჩანაწერი. აქ უკვე მოშუშებული აქვს ის იარები, რომელიც იყო საოქმრო ჩანაწერები არსებობს, როდესაც მე პირადად აღკვეთი ღონისძიების დროს მოსამართლეს ვთხოვე გამონაკლისი დაეშვათ და გოგოაძისთვის მიეცათ დგომის და გადაადგილების უფლება პროცესზე, იმიტომ რომ ის ისეთი დონის ნაცემი იყო. მას კუდუსუნის ძვალი ჰქონდა დაზიანებული. ეს მას დაუწერა თვითონ გამომძიებელმა დაკავების მომენტში. ტანზე საერთოდ თეთრი ნაწილი არ ჰქონდა, სახე აბსოლუტურად დალეწილი იყო. ეხლა იქ ჩანს თითები არის აბსოლუტურად შიშავეში. შემდგომში ეს დაზიანები დააფიქსირეს წინასწარ დაკავების იზოლატორში მისი გადაყვანით. თვითონ აღძრეს საქმე წარმოების წესი, მაგრამ გამოძიება არ მიმდინარეობს პოლიციელების მიმართ და მინდა ერთი რამ განვაცხადო. ეს ჩვენება ასე წარმოდგენილად საზოგადოებაში, როგორც ბატონმა ვახტანგმა განაცხადა, საოქმოდ ყველგან ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს. მოგვიტანეთ მსგავსი მტკიცებულება. თუნდაც კრეფსის მასალები, თუნდაც ხაჩიშვილთან საუბარი, თუნდაც აი ამ წიგნის წარმოდგენა, თუნდაც ის სქემა, ის რაღაც მანიპულირებული რეალობები. მე მინდა ვთქვა და საზოგადოებას განვაცხადო, ეს იყო საქმე, რომელმაც თავისი რეზონანსულობით მიზანშედეგობრივობა განსაზღვრა, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ამ საქმის მიზანშედეგობა არის სამშობლოსადმი ერთგული ხალხი, რომელმაც თავისი სახელი თქვეს და იტყვიან, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი რეაბილიტირებული იქნებიან და თავის სახელს იტყვიან. ნანა აი ნანა ბოლოშენი შეფასება და პირდაპირ მნიშვნელობით აი 50 წამია 1 წუთამდე აი დაგთხოვ რომ თუმცა შენი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, ესე იგი კეიპთან გვაქვს საქმე ფაქტობრივად, რომელიც გადაიზარდა სახელმწიფო გადატრიალებაში და 3 დღის კეიპის მერე რას არ იტყვია ქართველები და აი რაც მოხდა შედეგად ვნახეთ. თავარი პრობლემა ის არის, რომ ეს ადამიანები დაექვემდებარებიან არა მხოლოდ უსამართლო დასჯას, ისინი ციხეში დაექვემდებარებიან წამებასა და ღირსების შემნახავ მოპყრობას. არის დეტალები, რომელზედაც აქ ადვოკატმა ისაუბრა, მაგრამ არის დეტალები, რომელზედაც ალბათ არც ადვოკატმა ისაუბრა, მეც თავს შევიკავებდით, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ კაცმა არ იცის ეს ადამიანები კიდე როგორი ფორმის ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ზეწოლას დაექვემდებარებიან იქ. ალბათ ეს ყველაფერი გაირკვევა, თუ კი დაიწყება ძიება იმისა, თუ როგორ მივიდნენ ეს ადამიანები აღიარებამდე და ძალიან ბევრ აქამდე დაფარულ დეტალებს აეხდება ფარდა. მე იმედი მაქვს, რომ სწორედ ახალი ხელისუფლება ამ მიმართულებით გააგრძელებს მოძრაობას, ანუ შეძლებს ასეთი საქმეებზე ხელახალი გამოძიების დაწყებას, სადაც ეს ადამიანები, რომლებიც დღეს უსამართლოდ ზიან ციხეში, ისაუბრებენ თუ რა გზით მოიპოვა გამოძიება მათგან ის აღიარებითი ჩვენებები, რომელსაც არაფერი საერთო არ ქონდა რეალობასთან. ნანა, დიდი მადლობა და მე მგონი ნანამ ბოლოს ძალიან კარგი ფრაზა თქვა და შემაჯერებელი, რომ ეს რომ მე ეჭვიანებარება რომ აქ რეაბილიტირება მოხდება და ეს გამართლდებიან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ და როგორ მიიყვანა აიძულა ადამიანები, რომლებიც იყვნენ და სულიერ თავის უფლება ჰქონდა, როგორც იყვნენ და სადაც იყვნენ და რასაც აკეთებდნენ, აღიარებინათ, ესე ვთქვათ, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა და ეს რასაკვირველია, მოეკითხებათ მათ იმ ქვეყნათა და უნდა მოეკითხოთ აუცილებლად ამ ქვეყნათა და ხო ჩვენ შედარებით ეს რო გითხარით, ეს არის ერთი მხრივ ტრაგიკული, მეორე მხრივ რაღაცნაირად არ ვიცი მე რა სცენარია, უნდა გითხრათ რომ ესეთი რაღაც მსგავსი ისტორია არის მომხდარი 2 საუკუნის წინ, როდესაც ესე არსენას, რომელსაც ასევე უყვარდა კეიფი და გზებზე სუფრის გადაფენა, მასაც ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, ესე ვთქვათ, დაბრალდა და იქაც ტრაგიკულად დამთავრდა და აქაც ესე იგი ადამიანებს პატიოსთან რომლაც იფიქრეს, რომ ესე ვთქვათ, ესე იგი თბილისში აქციები იყო, ხალხი გაერიდა აქტივაში, რა ქვია, ყინწვიში და ბოლო 11 ლარამდე ესე იგი რო იტყვიან ბახუს ესე ვთქვათ, ემსახურა და უცებ ესე იგი აღმოჩნდა სახელმწიფო გადატრიალების წერილები, მაგრამ ჩვენ ამან დაგვადახარ რა ვითარება იყო ისევ საქართველოში და რას დავაღწიეთ ჩვენ თავისუფლ რამდენიმე დღის წინ. და ჩვენ გავაგრძელებთ, ხვალ იქნება ძალიან საინტერესო გადაცემა. მე ვფიქრობ, ის ძალიან დაინტერესებს ბეგუშიდან ზაუპირდი ქალაქის მერს, რომელმაც დღეს შექმნა და თავისი დაცვის სამსახური და იმედი მაქვს კომფორტულად მოკალათდება და მოусვეს ამ გადაცემას. დღეს ჩვენ ამით ვასრულებთ, შევხვდებით ხვალ საღამოს 8 საათზე.